ახლა კი სტუმრები უნდა დავპატიჟოთ სტუდიაში მსახიობი მარინა კახიანი და რეჟისორი თინათინ კორძაძე. თუ შეიძლება მობრძანდით. მობრძანდით. ხალი რა ხალი გიჟდები მარინა რომ მოდის და მოაქვს. დესანტი გადმოჩნდა. სალამი, მადლობა რომ ხართ. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დაბადების დღეს შევხოდა და მეძნიერებას და ჯანმრთელობას მისცემთ. სადაც გინდათ იქ დაჭერით? კი ვიცი რა. არანაირი პრობლემა მე არ ასე უნდა უყურო. სახში. ხო, ორი მოსალოცი რამე გვაქვს დაბადების დღე გუშინდელი და დღევანდელი ჩვენი ქალაქის დღესასწაული. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. თუმცა მოდი დავიწყოთ ჯერ თბილისობიდან და შემდეგ გადავიდეთ იმ ღონისძიებაზე, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. რა არის თბილისობა? პირადად მარინა კახიანის. მარინა კახიანი. თბილისი რა არის უფრო სწორად? ჩემო საყვარელო, შეიძლება ახლა მამან და მამალმა გამაკრიტიკონ, მაგრამ ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ულამაზესი ქალაქები მინახავს, აღფრთოვანებულ ვარ და ვამბობ ხოლმე, როგორც ოდრი ხებერნი რომი, რა თქმა უნდა რომი, მაინც ჩემთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, ყველაზე განსაკუთრებული ქალაქი არის თბილისი. ავქნა. რა ვიცი, მეც ვერაფერს მე. მაგრამ მე ამას დავასაბუთებ, გარდა სილამაზისა და არის რაღაც ინდივიდუალობა აქვს, განსაკუთრებული. ხასიათი აქვს ჩვენ. ხასიათი აქვს, დიახ და მას წარი. მოდი. მთლიანად აქ აი ხასიათი აქვს ქალაქს. თავისი წარსული აქვს, თავისი აწყო აქვს. ეს ჩანს ყველაფერი და მომავალი და მაინც ვიტყვი ადამიანები, მაინც ადამიანები, რა თქმა უნდა, რომლებიც მაინც თვლი რომ მიუხედავად რიგი და რიგი მოვლენებისა, ამისა მაინც განსაკუთრებულად ყურადღებიანი თბილი, მაინც თბილისში ადამიანები არსებობენ, რომელსაც შეუძლიათ გაიზიარონ მეორე ადამიანის რაღაცა ტკივილი და მე მინდა რომ ეს სულ ასე იყოს. კი და ხშირად იცინიან და კილიკობენ თბილისი იყო ურთიერთობა, თუმცა ჩემი აზრით მართლა იყო და არის კიდევაც ალბათ. თუმცა შეიძლება ის მასშტაბი აღარ აქვს, როგორც ქონდა 80-იან წლებში, 90-იანებში, მაშინ სხვა ყოფა იყო და სხვანაირად გვიწევდა ერთმანეთთან მწვანილი მომეცი, შაქარი თუ გაქვს, გაზი გაქვს, ჩამოვალ ვიბანავებ რაც და საღამოობით ერთად ჩაის და მურაბა. კი, ჩემი ბაბუები ასე ცხოვრობდნენ. ხა და მე მახსოვს ნახსენე ეგ უნდა არ მახსოვდა რომელ წელს იყო პირველად თბილისობა 79 ხო და ეს მინდოდა მე თქვა ჩემ ბავშვობაში თბილისობა არ იყო და მე რაღაცნაირად ისეთი მელოდებოდით ხოლმე განსაკუთრებით ბავშვები ახალგაზრდები რომ აი თბილისობა და რაღაცა სხვა სუნი იყო იმ დღეებში, სხვა ხალისი იყო, თუმცა არ მინდა ხა ნოსტალგიურად გამომიდეს, რომ რამეს მივტირი არა. დღესაც კარგია უბრალოდ რომ მოიტანა სხვა ურთიერთობები, რაღაცა სხვა. იცვლება სამყარო და ჩვენც ვიცვლები. არ იყო და გიწევდა რა. ბატონო. შეხვედრა. ნორმალურია, სამყარო იცვლება და ჩვენც კი. მოგვიყევი აბა, რა ხდება, რას აკეთებთ, რა დაიგეგმა და რას ველოდებით დღეს და ხვალ. კი ბატონო, დღეს ესეთი გრანდიოზული დღე გვაქვს, ვილოცავ ყველას თქვენი ეთერის საშუალებით, მთელ თბილისს გილოცავთ თბილისობას. დღეს ორბელიანის მოედანზე იგეგმება თეატრალური თბილისობა, რომელიც 8 საათზე გაიმართება. ეს არის ერთგვარი კონცერტი, საღამო, არაჩვეულებრივი არტისტებით, თბილისის თეატრები თითქმის და არა მარტო თბილისის თეატრები არიან ჩართულები და ჩვენი სახელოვანი უსაყვარლესი არტისტები წარმოგიდგენენ აი ასეთ კონცერტს, ასე ვთქვათ. ანუ ეს პირველად ხდება, ხო, თბილისში, როდესაც არტისტები ღერიან. და ცეკვა. ხო, რომ ცეკვავთ, ეგ სულ ვიცოდით, მაგრამ ახლა რომ დაემატა 100 სიმღერა, ღერიან, ცეკვავენ, კითხულობენ ლექსებს და ერთგვარად სიყვარულებიან და ეფერებიან თბილისს და ვგონებ, რომ აი გუშინ მქონდა გენერალური რეპეტიცია და ერთია რომ აი
ხო ესე იქნება წარმოიდგენ და აი ნუ აბა რა იქ ისე ციყვებს ეს იმღერებს რაღაც მაგრამ აი საერთო სახე რო შეიკრა ნუ მე აღმოჩნდა რომ მივხვდით რომ უკვე აპლოდისმენტები იყო ხალხი ჩერდებოდა და გამვლელები გაჩერდნენ და გვიყურებდნენ და ნუ ძალიან იყო ერთი შეძახილები და რაღაცნაირად ჩვენც ისე გავერთეთ ამ ყველაფრით და დღეს ნუ იქნებიან რუსთაველის თეატრია, წარმოდგენილი მარჯანიშვილის თეატრია, თუმანიშვილის თეატრია, თავისუფალი თეატრია, მოზარდ მაყურებელთა თეატრია, ახმეტელის თეატრია, ფოთის თეატრია, დმანისის თეატრი არის. აი მთელი და აი აქ ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ვარსკვლავები, ჩვენი საყვარელი კაშკაშა ვარსკვლავები. ოღონდ რა მაინტერესებს, ეს მარტო დღეს იქნება თუ ხვალაც იქნება? უნდა ახლა ამას ეხლა მოთხო. მოდა რომ სულ იყოს. იცით რა, დღეს იქნება ეს. ხვალ რა იქნება? ეს ხვალ არ ვიცი, როგორც ვიცი, ხვალ გალა კონცერტია ჯაჯო და მოდი გალა კონცერტზე მერე ვისაუბროთ. ერთი კითხვა მინდა დავსვა. მე ძალიან მომწონს რომ სხვა თეატრის მსახიობები ერთად არიან, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე თემაა მსახიობები და კონკურენცია ერთმანეთში. ხო, არის ესე, რა ვქნა. და კარგია ხომ რომ შეერთდით ყველა. მე არ ვიცი. ძალიან ვიხარი ისეთი გულშემატკივრობა იყო ნანიკო და ისეთი რა შეძახილები და თან ერთმანეთის რეპეტიციებს ნუ ესწრებოდნენ, მაგრამ ეს მთლიანი სახე გუშინი ინახა და ნუ არ არის. მე მგონი არ იქნება კონკურენცია, იქნება სიყვარული. სიყვარული და რაღაცა მონატრება, იმიტომ რომ ზოგიერთ მსახიობებს დიდი ხანია ერთმანეთი, არ შეხვედრი ვართ, არ გვინახავს, ერთად არ ასე ვთქვათ, გვიმოღვაწია და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ეს გუშინ წინ რეპეტიციაზე და არა, ყველას, იცით რა, იქ არიან ძალიან ნიჭიერი სხვადასხვა თეატრების მსახიობები, თავიანთი ინდივიდუალობით და რა ვიცი, რა შეგვიძლია გავამხიარულებთ და რა ფორმატის კონცერტი იქნება, რა სიმღერებთ, ანუ ვის მოსწრენი გავხდებით ჩვენ? ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ ქეთი გაბისიანი გახლავთ და ჩვენ ეს ერთობლივად მისი ხელდასმით შევარჩიეთ ეს რეპერტუარი, სადაც როგორ აი ნანიკო შენ კარგად იცი, პატარა ეწვდებით, აი ეს ცოცხლდება ეს ამბები, ასე ვთქვათ, სტორები და არტისტები გაითამაშებენ აი რაღაცა სიმღერით, აი პაწაწინა ამბებს. რომელსაც ექნება კონცერტის სახე. ქალბატონი მარინა არაჩვეულებრივი შეგისრულებთ იგი ცეკვავს კინტოურს. ოჰო. დიახ, რაღაცა იმ ტრადიციულს არა, ცოტა გათანამედროვებულს, არანჟირება მუსიკის არშიმილა რო არ თქვა დათო თავაძეს ეკუთვნის და გიგი ლორია ქორეოგრაფი, აი ამ ვერსიის, ასე ვთქვათ და როგორ დამაინტერესა. რაღაცა ესეთი ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი არ ვიცი, ხა ბევრი მინდა რომ არ გამომიჩნია ძვირფასი საყვარელი ბევრი ადამიანი, რომელიც აი რაღაცა რო არ გინახავთ ისეთ ამპლუაში წარსდგებიან თქვენს წინაშე. აუცილებლად სანახავრია ეს ამბავი დღეს 8 საათზე საღამოს. მგონი რომ ამინდით ხელს შეგვიწყობს და ალბათ გათვალისწინებული იქნება ყველა დეტალი ამისთვისაც და უნდა დავესწროთ ოჯახებით, ბავშვებით და ნამდვილად ვნახოთ ეს ამბავი. წინასწარ მე დავთქვა ცოტა ჩემი სცენა არის ცოტა პატარა ჩემი ციკლისთვის. წინასწარ მასშტაბი არ არის, მაგრამ შიგნიდან მეცდები მსახიობი და რა შეეხება მე იმედი მაქვს მომავალ წელს ვიმღერებ კიდეც. ეხლა მარტო ამაზე ეხლა მხოლოდ ცეკვავს ქალბატონი მარინა, ამაზე მე. ესე იგი მივხვდი რომ ზოგი მსახიობი
ზოგი მხოლოდ ცეკვავს, ზოგი მღერის, კითხულობენ ლექსებს. იცით რა, აი მე როგორი ინტრიგა დატოვეთ ახლა ჩვენს ეთერში. ჩამოვთვლი არტისტებს, აი ვთქვი, ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი, მარინა კახიანი, ლელა ალიბეგაშვილი, ნანა შონია, ქეთი სვანიძე, ბადრი ბეგალიშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, თათული ედიშერაშვილი, ჯანო იზორია, ირაკლი კავსაძე, როლიკო ოქროპირიძე, გიორგი სიხარულიძე გახლავთ. ერთი რეჟისორი შემოგვეპარა. რა შვება გიორგი? ღერის მე არ გამომჩეთ ყველაფერი თან ნანიკო არის კოსტიუმირებული. ეს არ არის საკონცერტო ამბავი. ხატვას მინდა მადლობა ქეთი კალანდაძეს ჩავალ. ქეთი კალანდაძეს გადავუხადო ჩვენი მხატვარი კოსტიუმების ვინც არის. წამყვანები გახლავან კახა მიქიაშვილი, იასუ ხიტაშვილი, კესო დვალიშვილი. თქვენი მონამორჩილი მეც ვიმღერებ. ვაუ, მეორე რეჟისორი შეეპარა სცენას. შეეპარა, ნუ რეჟისორი არტისტი და მე რეჟისორი. ამ შემთხვევაში ხო რეჟისორი. მაგიტომ თქვი რომ რეჟისორი შეეპარა. და ღმერთო არავინ არ გამომჩეს მარინა. გული მიგზნობს გამოგრჩება. ხო, ანუ ბატონი ნუგზარი ვთქვით. ისეთ საოცარი არტისტები. ია შუღლიაშვილი, ვანო დუგლაძე, მოზარდ მაყურებელთა იმღერებენ თეატრი. ესენი ცხადია. იარონ. ამინ. იმდენი ჩამო. ია სიმღერის გარეშე ხო, როგორც ნუ აი მაგრამ რთული იყო, აი ხლა ამდენი არტისტის მოაგროვე რეპეტიციები, ამათაც ხო თავისი ხასიათია. დრო ყველა დაკავებულია. რა თქმა უნდა, ბექნუ ქაფიანიძე, რომელიც წაიკითხავს, აი მაინც ეხა ყველა თაობის მსახიობები ყავთ შერჩეული, მეტნაკლებად როგორც ხედავ. სირთულე მაინტერესებს მე. სირთულე შეიძლება არტისტებთან რო სირთულე არ იყოს, მაგრამ ეს ის მე არ მომწონს ეს დამოკიდებულება ადამიანები არტისტებთან. რომლებიც უნდა არც არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ხალხი, რომელიც აი გაიფიქრე და უკვე ესმის რა გააკეთოს, ეს ის ხალხია. ამიტომ ისეთი სკოლა აქვს გავლილი და ისეთი ადამიანები ერთ-ერთი მართლა ინდივიდი ძალიან ნიჭიერი. შეკრება არის რთული, იმიტომ რომ ყველანი სულ ვამბობ. ყველანი არიან დაკავებულები. ნუ შეკრება არის რთული თორე. ის რომ ვინმე რამე ვერსია გააკეთოს და შეასრულოს პროგრამა ამდენია. საათი და 20 წუთი. ანუ აუცილებლად უნდა მივიდეთ. მარინა, უცნაურია ასეთი ტიპის კონცერტში მონაწილეობა, როდესაც კინტოს ფორმა გაქვს, 3 წუთი გაქვს პირობითად გამოყოფილი და აი მაქსიმუმი უნდა დადო და წახვიდე. არა, ჩემთვის არ არის უცნაური. მე ხმამაღლა ვიტყვი რომ გიჟდები გამოწვევებზე. მინდა ხოლმე რაღაცა ახალი და თავიდან რომ დამირეკეს, შემხვდა ბატონი გიგი, რომელიც შესანიშნავად ჩემი აზრით გაართვა და ძალიან საინტერესო ვერსია შემოგთავაზა კინტოურის. მკითხა როგორ ფიქრობთო კლასიკური კინტოური თუ თანამედროვე როგორ გავაკეთოთ და მე ვთხარე მოდი შევაერთოთ თქო და მეც იგივეს ფიქრობდიო და ძალიან ხა ძალიან ცოტა დრო ქონდა სხვათა შორის ბატონი ეროსი მანჯგალაძის საღამოსთვის გაკეთდა ეს კინტოური მოგეხსენებათ ხანუმაში იყო სოფიკოს მარტოს და იქიდან მიწოდა რომ მე ქალბატონ მარინას ეცე ფერი მსგავსი მართალი გითხრათ მე ქალბატონის სოფიკოს სცენაზე ხანუმაში მე მხოლოდ ჩანაწერი მაქვს ანახი ფანტასტიკურია მე მგონია რომ ასე არავინ ცეკვავს ხო მაგრამ სხვა მე ნახე წინასწარ ვაბობ არა აბსოლუტურად სხვა მე ვერ შევეჯიბრებოდი და არ შევეჯიბრებოდი ქალბატონ სოფიკოს რაზე ალაპარაკი და კითხვაზე უპასუხებ აბსოლუტურად მე ძალიან სიამოვნებს როდესაც რაიმე ახალს შემომთავაზებენ და უბრალოდ არის ხოლმე რომ აი დრო ცოტა გვაქვს არ მყოფნის მაგრამ მე საბოლოოდ გამოდის რომ რაღაცნაირად ყოფნის რა ვიცი ალბათ თუმცა მინდა ხოლმე რომ უფრო დავხვეწოთ რაღაცა
კიდე იქნება ახალი რაღაცა შემოვიდეს, იმიტომ რომ აი ქუთაისში რომ მქონდა ახლა საღამო ბატონო ეროსის. მე ჩავთვალე რომ აი მეორედ იყო უკვე სპექტაკლი და ფიქრობ რომ უფრო საინტერესო დეტალები წამოვიდა იქ ახალი, ასე მგონია. რა საინტერესოა სცენებით მიხილავდი კიდევ უფრო სხვა სცენაზე ამ პროგრამას. ქორეოგრაფი არ მithქვავს. ქორეოგრაფი გიორგი ბარბაკაძე, რომლის ჩვენი გიორგი ბარბაკაძე, დიახ, თქვენი გიორგი ბარბაკაძე, რომლის არაჩვეულებრივი ეს ქორეოგრაფიული დასიც, აი ესეთი სინთეზური ვარიანტი გვაქვს, იქ ტანც კლასი გვაქვს. გააქვთ ტანც კლასი? ტანც კლასი გვაქვს და აი ამ ტანც კლასში თქვენ იხილავთ არაჩვეულებრივ ქორეოგრაფიულ ნომრებსაც. ვაიმე, რა საინტერესოა, ჯერსტი ამდენი არტისტი საყვარელი ერთად სცენაზე. ცოტა შემეშინდა, იცი ჩვენ ახლა რაღაც გამოგვივიდა ვაკეთ ავადიდეთ ყველაფერი და ცოტა შემეშინდა. მოლოდინი როცა დიდია ხოლმე მე მე მგონია რომ არა, დარწ ისეთი ანსამბლია შეკრებილი რომ დავინახეთ. ანუ დღეს საღამოს 8 საათზე ორბელიანზე, ვისაც გაქვთ სურვილი და მე მგონია რომ ყველას გაქვთ სურვილი, ცოტა ადრე მიდით რომ რაც შეიძლება წინ მოხდეთ სცენასთან, იმიტომ რომ ამდენი არტისტი ერთად შესაძლებელია, რა ვიცი, ბევრი წელი კიდევ ერთად ვერ ნახოთ. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი. წარმატება აუცილებლად დავესწრებით დღეს 8 საათზე და ვფიქრობ რომ ეს ისეთი ღონისძიება და პროგრამა რომ აუცილებლად შემდეგ სცენაზეც უნდა ვიხილოთ სხვაგან. კი, ეგრეა. ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. წარმატება ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით მსახიობ იმედო კახიანთან ერთად.